ნატოსთან ინტეგრაციისა და ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივები ამ თემაზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მსჯელობდნენ. ნატოს ბოლო სამიტის შედეგებზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკის კვლევის ჯგუფის თავდაცვის სამინისტროს შედეგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა. ასევე განიხილეს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საკითხებიდან ნატოს დამოკიდებულება რუსეთთან. დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. ნატომ საქართველოსთვის დაამტკიცა ეგრეთ წოდებული არსებითი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უშუალოდ საქართველოს თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას და ასევე დაეხმარება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ამ პაკეტის ელემენტებზე ჰქონდა საუბარი და მიეწოდა ინფორმაცია საზოგადოებას. რუსეთი რაც საკეთებს უკრაინაში, ყველანაირ ცდილობს განადგუროს ამ ქვეყნის სუვერენიტეტი ყველა ბერკეთის გამოყენებით და მეორე მხრივ ჩვენ ხედავთ იმასაც, რომ საქართველოს ჩვენთან თვითონ გააქტიურებულები არიან საკმაოდ პრორუსული ძალები. ჯამში ეს ორივე ქმნის რა თქმა უნდა საფრთხო ვითარებას ჩვენთვის, იმიტომ რომ ერთის მხრივ საჩვენებს რუსეთი ძალიან ბევრი რამეზეა წამსვლელი თავისი სტრატეგიული ინტერესების მისაღწევად, უკრაინის მაგალითზეც ხედავთ ამას და მეორე მხრივ საქართველოში ხედავთ იმას, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით რუსეთის ინტერესების სფეროში.